საღან ვერ დაგელაპარაკე, ბევრი ხალხი იყო და არ მინდოდა ვინმეს გაეგო. არ იცი რა, მაგრამ იტის ყველაფერი. რა თამუნა, რა დროს თამუნა ავიღეს ახსოვს. უკვე ის არის ჩემი ასისტენტი. ეხა ეს შტერი მარი და ანჩოღა დამრჩა მოსაშორებელი და არ იცი რა მხილო წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. არა და ერთი ჩაულებრივი ფეხებ განგრეული გოგოა ეს ანჩო. ლალი გიждდება ჩემზე. აი ნახავ მალე, ყველაფრის უფროსი მე გავხდები. და შენც მოხვალ ჩემთან სამუშაოდ. ხომ ერიგზე უკეთესად ვერ წაიყვან გადაცემას? ჩემო უსიმპატიურესო. კაი, გავიქეცი ახლა წავედი. მიდი მეც. რა მოიღო და მომყევი. აი მორს ხო ხედავ? მე პატრას მიხედავ, შენ დიდი კალიბრი აიღე შენ თავზე. მე დიდი კალიბრი ავიღე ჩემ თავზე. ეს არის გეულები. კარა. რა ხდება? მანანა კარგი ჩაკეტე, ფანჯრები დახურე და ტელევიზორს აუწიე. ჩვენ ცაზე არა ვართ. რაგინე გოგო, რა გვიპირებ გითხარი ერთი. მე არაფერს, მაგრამ ზოგი ერთების დაკალები ისეთ რაღაცებს გვიპირებენ, ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, ნამდვილად ვერ დავიჯერებდი. მოკლედ, გამოვდივარ ტუალეტიდან და უცებ ხედავ მაიაძე ძამია ელაპარაკება ვიღაცას. და აღმოჩნდა რომ შენც ეზიზღები, შენც ვაფშე ყველას გაგდებას გვიპირებს და რაც მთავარია, აპირებს რომ ყველას უფროსი გახდეს და ჩემზე თქვა ფეხები აქვს განგრეულიო. ჩემზე როგორ უნდა თქვა რომ ფეხები აქვს განგრეულიო? რა ამბობდი ხო აივსო ტელევიზია გოიმები. გოიმები კი არა. მე რატომ არ გაჩერებულები? ამდენი ხალხი ერთ პატარა გოგოს ვერ მოვერევით? რამე მოვიფიქრო? კარგი რა უნდა მოვიფიქრო დედო? უნდა გავხდათ მაშინ ჩვენ ზეგეთები. თამუნა. ნუ ხარ შენ ეგეთი მიამიტი. მოიცა ძაძამიას უნდა ჩემი უფროსი გახდეს? აჯერ უფროსი და მე გაგაგდებ. ვერა მაგას მინვის გააგდეს მანახე. სულარის დაწმუნებული, ნიშნები დაწმუნებული, სულარის სასის და კაცმარის ციციქრებს ელაპარაკება იმას. ვალი გაბანგურებს მე. ხო, მაგრამ როგორ არ გესმის რა თქვა? ფაქტიურად ლალის დაქალიაო. მაშინ ისეთ რაღაცებს გავაკეთებინებთ, რაც ლალის საშინლად არ მოეწონება და ზუსტად ვიცი რასაც. აი მე ანჩო გასაპირე. მაგას მე და ლევანი მივხედავთ. რა თქმა უნდა, ნინი ბადურაშვილის დაგვეხმარება. კარგით რა ჩაიფიქრეთ, არ გვინდა რა გეხვეწებ. რა გინდა რა თამო რა? 20 წელი აქ მუშაობ, მაგას ნერვებს მე არ ავაშლებინებ. მაგრამ არავით არის მაგრამ. ლევან მომყევ. როგორია? მოგწონთ? მართლა ყველაფერი მოგისწრია. კარგია. მომწონს. ხვალ დავალაგებ და გაურბა ნამდვილ სალონს დაემსგავსება. ესე იგი კმაყოფილი ხართ? კი, ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო, აბა წარმატებები. კარგად იყავით. კარგად. გამარჯობათ. გამარჯობა. ამ სახლის მებატონე თქვენა ხართ? არა, მე არა. ქალბატონო ლიკა თქვენთან არიან. მოგძანდეთ. გისმენთ. ქალბატონო მე ზედამხედველობის სამსახურიდან გაწუხებთ და აშახრედიანი. დიახ, რა შეასაქმე? სხვათა შორის მაყოდით, მაგრამ აი ეს კარები უნდა ამოაშენოთ. რა ბრძანებთ, რატომ? არა გაქვთ უფლება. მე რას ნიშნავს უფლება არ მაქვს? თქვენ იცით ამ კარის გაჭრა რა ძვირი დამიჯდა? ნაპატიეთ ქალბატონო, მაგრამ კანონში წერია, ფასადების თვითნებურად შეცვლა არ შეიძლება. თქვენს კანონში არ წერია, რომ ადამიანებს საარსებო წყარო სჭირდებათ. მე რა შუაში ვარ ქალბატონო, მე რატომ მეჭუბებთ? აბა აბა ვინ არის შუაში? 3 დღეში ხსნის სალოს. მე კიდევ მოდიხართ და მეუბნებით, რომ ეს კარი უნდა ამოვაშენო. მე ჩემს საქმეს ვასრულებ. მე კიდევ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ერთი წუთით ქალბატონო. დაბადეთ, მაგრამ თქვენთვის ნამდვილად არ მცალია. ნახვამდის. თურმე უფლება არ მქონია. ოპერატორები ადგილზე, მანანა სათხარ? მაია, აქ ვარ, 2 საათი აქ ვდგევარ. და რა ვქნა, მადლობა გადაგიხადო? არაფრის მაია. რა ლამაზია. ეხლა ბარო პროფესიონალის ნამუშევარია, ძალიან